ჩვენ ვიხილეთ ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ საჯულაძის გამოსვლა. ეს იყო პირდაპირ ვიტყვი უსუსური გამოსვლა და მტკიცება იმის, რომ სახელმწიფო როგორ ებრძვის მშობლებს. მტკიცება იმის, რომ ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ არ არსებობს დაავადებასთან ბრძოლის კულტურა. მიხეილ საჯულაძე გამოვიდა დღეს და ამტკიცებს, რომ არც ერთი მედიკამენტი არ არის აღიარებული. არა და არაერთი მედიკამენტია აღიარებული, რომელიც აღიარა როგორც FTI, ასევე EMA. მიხეილ საჯულაძე ანგარიშობს ჩვენი შვილების სიცოცხლით, წლებით, დღეებით. მინდა მოვახსენო საზოგადოებას, რომ არის არაერთი მედიკამენტი და ჩვენ გვაქვს ცოცხალი მაგალითები ჩვენი მოქალაქეების სახით. დავიწყებ იმას და დავაზუსტებ, რაც არ დააზუსტა მიხეილ საჯულაძემ განზრახ, ბუნებრივია და კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი არაპროფესიონალიზმი და ის, რომ ის არ უნდა იყოს ამ თანამდებობაზე. დავიწყებ იმით, რომ ელევიდის, რომელიც აღიარა FTI-მ ამერიკამ დადასტურებულია, აღიარებულია, ეფექტურია და ჩვენმა ერთ-ერთმა მოქალაქემ მიიღო აღნიშნული მედიკამენტი და არანაირი უკუჩვენება მას არ ქონია. Შეიძლება მშობლები, რომლებიც წამას ვითხოვთ შვილის გადასაშინად, სხვას რომ არაფერს არ ვითხოვთ. მინდა რომ გაჩქარდეს, რომ ბავშვები, რომლებიც უკიდურეს გვარზე არიან, ისინიც არ დავკარგოთ იმ პერიოდში, სანამ ესენი იმაზე ფიქრობენ და ითვლიან ჩვენი შვილების წუთებს, წამებს და წელს. ვინ მიცათ მას ამის უფლება, რომ ბავშვებს ეუბნებიან, რომ 3 წელი ჩვენ არაფრად არ გვიხირს. ეს არის დიდი უნამუსობა და იმის დასტური, რომ ჩვენს ქვეყანაში შეშმოპირებს და იშვიათ დაავადებებს არ აღიარებენ პრიორიტეტად და განწირულები არიან, მაგრამ მინდა ვუთხრა, რომ ის დრო დასრულდა, ის სიბნელე, როდესაც ძიუშენის პაციენტების სახლში მარტომყოფები უსუსურები იღუპებოდნენ და ექიმიც კი არ ყავდათ წამალს და დღეს მინისტრი ვტოვებს ორლარიანი დეფლაზაკოტის იმედად დეფლაზაკოტის, რომელიც საზოგადოებას უნდა უთხრა, რომ დღევანდელ ახალ მედიკამენტებზე უარესია. ჩვენი შვილები არც სიმაღლეში იზრდებიან, კატარაქტა ემართება, ღვიძლის ფუნქციები, ყველა უკუჩვენება ამ ადამიანმა წაიკითხოს, დეფლაზაკოტის უკუჩვენებები წაიკითხოს პირდაპირ ეთერში, იმ დეფლაზაკოტის, რომელსაც უფასოდ გვაყრიან სახეში და გვეხოცებიან, რომ ჩვენმა შვილებმა ეს პრეპარატები მიიღონ და ამის იმედად იყავით. ამიტომ მოვუწოდებ საზოგადოებას დამოკიდებულდნენ, გვერდში დავიდნენ ჩვენ დედები ვართ და ჩვენ არ გიტყუებით. მიხეილ საჯულაძემ დაიწყო მხოლოდ ფასი და არ დაასახელა მედიკამენტი ელევიდისი, რომელთანაც შეიძლება კომპანიასთან მოლაპარაკება არა 3 მილიონის ფარგლებში, არამედ ნახევარ-ფასად, მესამედ ფასად და დროში გადანაწილებით. შესაბამისად ის, რომ FTI-მ წლების შემდეგ აღიარა ეს მედიკამენტი და დღეს ჩაშვებულია, იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა გამოიწვიოს უკუჩვენებები და ფატალურ შედეგები, ეს არის დაუსაბუთებელი და ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებული.